რა კავშირი აქვს ქართული ოცნების მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატ სოფელ გომთან მდებარე საროსკიპოსთან და მფარველობს თუ არა არალეგალურ ბიზნესს ვალერი გელაშვილი. პროსტიტუცია და სექსმუშაკების მომსახურება. ეგრეთ წოდებული ტერმინალი, სადაც მხოლოდ უცხოელ მძღოლებს ემსახურებიან. კარგად დაცული ტერიტორია, რომელსაც მავთულ-ხლართიანი გალავანი იცავს. სასადილო, სასტუმრო და მეძავის მომსახურება. სატვირთო მანქანების თურქი მძღოლებისთვის აქ სრული კომფორტია. ქართველებისთვის შესვლა აკრძალულია. თუმცა ობიექტის მფლობელიც, მეიჯარე და აქ მომუშავე პერსონალიც ქართველები არიან. Sono? Aver mოვედი ხალხში მოვიდა. რა გინდა თქვით ხარ? ეხო 3-4 დღის წინ და სტუმარი კაცია და ისევ აქ შემომიყვა. თურქია? არა, რუსეთიდან და ჩამოსული. სარაი პარკი ხაშურის ტრასის მიმდებარე ტერიტორიაზე სოფელ გომთან ფუნქციონირებს. ტერიტორია და შენობა შპს ევრას ბალანსზეა, რომლის მფლობელიც ბიზნესმენი და ქართული ოცნების ამჟამინდელი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ვალერი გელაშვილია. გელაშვილის კუთვნილი ფართი ამჟამად გაქირავებულია. ბიზნესმენმა შპს ევრას ბალანსზე არსებული ფართი ტრისტან ქურდაძეს იჯარით 2011 წლის 1 ოქტომბერს გადასცა. ბიზნესმენი პროსტიტუციის მფარველობაში ადგილობრივებმა მას შემდეგ დაადანაშაულეს, რაც ოცნების ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა გორის აქციაზე შეკრებილ მოსახლეობას გელაშვილი ხაშურის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად წარუდგინა. გომთაროა შემოსასვლელში გელაშვილის ლოკანტაროაშვილი გახსნილი როა და თურქის კაცები საკმაოდ დიდ თანხას რო იხდიან ამ ჩვენ ქალებზე მის მიმართ და რო გამდიდრდა გელაშვილი მისი ბიზნესია ნამდვილად. ესა წლების მანძილზე ვიცით ყველა. თელმა სოფელმა, მარტო მე კი არა, თელმა სოფელმა. ტრისტან ქურდაძე მის დროებით მფლობელობაში არსებულ ფართზე პროსტიტუციის არსებობას კატეგორიულად უარყოფს, თუმცა ადასტურებს, რომ ობიექტის მფლობელი ვალერი გელაშვილია. ეს შენობა არის შპს ევრას დირექტორი არის ვალერი გელაშვილი. ნაქირავები მაქვს მე, თავის დროზე ვიხდი, პრობლემა არაფერი არ მაქვს. არც იმას არ აქვს ჩემგან პრობლემა. არ არსებობს ვარიანტი, საროსკიპო აქ არ არსებობს. გამოდიცულია. კატეგორიულად უარყოფს ტერმინალზე საროსკიპოს არსებობას ადმინისტრატორი ნინო მესხიძეც. მფლობელობაში ხენ არის? არა, ნამდვილად ვერ. შპს ევრა ხო არის? ნამდვილად არ ვიცი და ვერანაირი ინფორმაციას ვერ მოგცემთ. საღამოობით ეს სასტუმრო საროსკიპოს დანიშნულებას ხო არ იწევს? როგორი ქმარი და ოჯახი მყავს. აქ არავინ არ გამომაგზავნის. ეს არის უცხოელები, სასადილო უბრალოდ მეტი არაფერი. ახლა ვის მოიყვანს გვერდზე, ვინ აყავს, ამას ვერ გეტყვით რაც. ადმინისტრატორის გულწრფელობაში რომ დავრწმუნებულიყავით, ჟურნალისტმა ის ფარულად ჩაწერა. ჩანაწერში კარგად ჩანს თუ როგორ სთავაზობს მესხიძე კლიენტს კომერციული სექსმუშაკის მომსახურებას. ჩანაწერში მესხიძე იმასაც აღნიშნავს, რომ ეგრეთ წოდებული ტერმინალის მეპატრონი ვალერი გელაშვილია. გელაშვილი დეპუტატია, ეხლა მგონი ბიზნესამდე ასახება, ხო? იმის ობიექტია ეს ყველაფერი. ეხლა არჩევნებში უნდა იყაროს გელი? მე მგონი არ არის. იმიტომ რომ ეს არაფერი არ დაუკვირდება. რესპონდენტის უსაფრთხოების დაცვის მიზნით მისი სახე უნდა დავმალოთ. კომერციული სექსის მუშაკი პირდაპირ ამბობს, რომ სარაი პარკში მხოლოდ უცხოელებს ემსახურებიან. სწორედ ამ გარემოებამ განაპირობა ის, რომ რეგიონში სხეულით ვაჭრობის ფაქტი დიდი ხნის განმავლობაში იმალებოდა და ადგილობრივებმა დანამდვილებით არაფერი იცოდნენ. მე მიყიდა რომ გახო არ თქვა გოგოსთან იყავ. ქართველებთან რა თქვა, რომ მე მოხდები. ქართველები რა ხდება რა? რატო? რა მნიშვნელობა აქვს? ქართულია შეიძლება? რატო თურქები?
უცხოელები ესე იგი. ერთადერთად გამიკვირდა დოლარებზე რო იყო. მეთქი რა ხდება. ხო. ქართველები აშენებენ. ვალერი გელაშვილი ჩვენთან საუბარში აცხადებს, რომ იცის თუ რა საქმიანობას აწარმოებს ოფიციალურად მეიჯარე ტრისტან ქურდაძე, თუმცა ოცნების კანდიდატი არასოდეს დაინტერესებულა შემოსავლების წყაროს წარმომავლობით. და რა ბიზნესის სისტემასტოებით ინფორმაცია კომუნიკაციის სასადილო გაკეთეს მაგათო დროები აჩერება და როგორც მოგას აღარ სწორდება დროები აჩერება გამოსაცემებენ და ეზოში უხიანი ეზოს გადასახდას პროგრამაზე მიდიან. მაგრამ მოსახლეობის ინფორმაციით და ასევე ჩვენ გადავამოწმოთ რომ ობიექტი რომელიც თქვენ გაქვთ გაქირავებული მეზავები უცხოელ მწვერვალს ემყარებიან და რამდენად ანუ არის მე ვიცი რომ გაქირავებული არის და ეს ჯამქირავებელი თქვენ გიხდით თანხას კომპანიას უცხო და ბატონები არ დაინტერესებულ ხალხში თანხას რა ბიზნესთან ერთად თანხას გაქირავებული მაგდაიქცენირო ხა ანუ ის პროცესის კერა ამის შესახებ არ დაინტერესებულა ეგ სამართალდამცავი საუბარი და გაწუხებდი და მე ტრა ხო არავას მოთავსები გასაუბრო პაროლ რახდება და ვალერი გელაშვილი ხაშურში ქართული ოცნების მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატია. ხაშურელებმა მას ოდესღაც ნდობა გამოუცხადეს. გელაშვილი საქართველოს პარლამენტის ორგზის დეპუტატია. უცნობია გამოუცხადებენ თუ არა ამჯერად ხაშურელები ნდობას იმ ბიზნესმენსა და პოლიტიკოს, რომლის სახელითაც სულ სხვა ტიპის ოცნებებსა და სურვილებს ასრულებენ. ეს პრეტენზია არ არის